matadora. Da 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 da. Roitsodet. Anrani სიღრმეში საუბრობ. მე მგონი ლექციები რო იკითხო, კარგია, საერთოდ. ვიდეო ჩავწერე. ესეთი ოხშენ. 54 გრამი. ეს არის ხალხო 54 გრამი. ეს დააფეთქებული მოცუცქნული რაღაცა. 54 გრამი. მოსაკლავი არ არის? რა არის? რა წესია? ხა ეს ვერ გავიგე. გოგრა უნდა შევწოდე ნაჭრების ზომა ნახეთ. მიყვარს ეს? რა მიყვარს? Masta gemrelja. Östaviden moitanes. მოგესალმებით, ჩემოძირფასებო კიდევ ერთხელ. მინდა რომ წავიკითხო ბაჩოს კომენტარი და მინდა რომ ვუპასუხო თქვენთან ერთად ვლოგში, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ვთვლი რომ ეს საკითხი ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ რომ ამაზე ესე საუბარი იქნება ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამოიცნობს თავის თავს, ვისაც მაგალითად უნდა არასასურველი სამსახურიდან წასვლა და თქვა დაჩერებს რაღაცა სხვადასხვა მიზეზები, ხო? და ახლა მე არ ვამბობ, მე რა მოვუწოდებ არაფრისკენ, უბრალოდ რადგან ადამიანი მე მეკითხება ჩემს აზრს, ამ ჩემს აზრს აუცილებლად ვუპასუხებ და ვეტყვი, გაგიზიარებთ და რა ვიცი. ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს გამოადგენა, იმიტომ რომ მე სწორედ ის ადამიანი ვარ, ვისაც მსგავსი რაღაცა უნდა კითხო თუ ცვლილებები გინდა, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვირჩევდი ქნას და არა სინანულს. ხო, ესე იგი, მოდი აბა წავიკითხოთ რა მომწერა ბაჩომ. როგორ მჭირდებოდა ეს ვიდეო? თუ ნამდვილი წარმატება გინდა, ეს უნდა იცოდეს, რომ ამ ვიდეოზე ამბობს. ეგრე ვარნინი, მე რომ მოლარე ვიყავი და ჩემს ადმინს ვუყურებდი, ვფიქრობდი, ვაუ, რა მარტივია. მეც მინდა თქო, რომ დავწინაურდი, თავიდან კი უდიდესი მოტივაცია მქონდა და არ მეზარებოდა კეთება, ხალისით ვაკეთებდი. მაგრამ დღეს უკვე იმდენად მომაბეზრდა თავი, რომ უბრალოდ მანადგურებს ეს სამსახური, მაგრამ მივდივარ და ვერ წავედი. არ ვიცი რატომ, რაღაც მაკავებს. სიახლის შიში უსამსახურების უხელფასობის სიახლის შიში უსამსახურების უხელფასობის არა და მაქვს იმის პერსპექტივა, რომ უმუშევარი არ ვიქნები, თუმცა მაინც დიდი ხანია განცხადების დაწერის გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი და ეს ბოლო პერიოდი შევპირდი თავს, რადგან აქ ხარ ამ სიტუაციაში თავს ნუ დაინერვოზებ, ეცადე სანამ ამ სამსახურში გიწევს ყოფნა, ყველაფერზე ნერვებს ნუ მოიშლი, ისევ შენ განადგურდები. აი, არ ვიცი რა ამჭირს თითქოს რაღაც თავიდან ძალიან მინდა, მომწონს, მაქვს მოტივაცია, მაგრამ მალევე მბეზდება და როცა მოტივაცია არ მაქვს, შესაბამისად არც სურვილი მაქვს საქმის კეთების, ხო და ეხლა ყველაზე მეტად მჭირდება რაღაც ახალი ამ ეტაპზე. სამსახური ნინი ADHD-ზე უფრო ვრცელი ვიდეო გვინდა, ბავშვობაში ჰიპერაქტიული იყავი, ძალიან ბევრი რაღაც ემთხვევა, ჩემს შემთხვევაში ვუსმენ ვიდეოს, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მორცხვი, მორიდებული და მგონი წყნარი ბიჭი ვიყავი. აი, ამ თემაზე, ვიცი. აი, ამ მნიშვნელოვან თემებზე მინდა რომ დღეს ვისაუბროთ მე და თქვენ ერთად. ხო, დიპლომატიც წავიშვეთ. ჯერ პომადა, მე და საქმე. თავი ისე მტკივა მისკდება, რომ იცოდეთ.
მგონი პრინცესა. ეს. ეხლა მე ისე ისე გავიმეორებ, მე არ მოგიწოდებ, რომ სამსახურიდან წამოხვიდე. მე არ ვამბობ, რომ ეს არის ახლა რასაც ვიტყვი, აბსოლუტურად ბოლო ინსტანცია, ერთადერთი სიმართლე და ასე შემდეგ. უბრალოდ, როგორც ადამიანი, რომელსაც კლავს ერთფეროვნება, იმაზე გესაუბრები. ანუ, საერთოდ ჩვენ ქვეყანაში ეგრე არის მიიჩნეული რა, რომ თუ რაღაცა ისწავლე, მთელი ცხოვრება მანდ უნდა იყო და მთელი ცხოვრება ეგ უნდა იყო. ანუ აუცილებელია, რომ მაგალითად დაამთავრე რაღაცა პროფესია, იმ პროფესიით უნდა იმუშაო და იმ პროფესიაში უნდა მოკვდე. ესე იყო ჩემ პერიოდში. ესე იყო. მე არ ვამბობ, რომ თანამედროვე ბავშვებს ჩვენ ამას ვასწავლეთ. არა. მაგრამ ჩვენი მშობლების თაობა ესე აღიქვავდა და ანუ მგონია რომ დღემდე ასე აიცვდა რეგიონებში და ასე შემდეგ. და მართლაც სხვადასხვანაირი ფსიქიკის ადამიანები არიან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ რაც იციან ისაკეთონ, ვიდრე ახალში წავიდნენ. იმიტომ რომ არ უყვართ სიახლეები და უყვართ როცა რაღაცა იციან და როცა იმაში არიან, რაც იციან და მორჩა. ანუ ასეთი ადამიანისთვის ბედნიერება არის სტაბილურობა და სტაბილურობა არის იმისკეთება, რაც უყვარს. შესაბამისად, ასეთ ადამიანებზე არ ვისაუბრებ ახლა. და არსებობს მეორე კატეგორიის ადამიანი, რომელიც მე ვარ. და აქ მე მგონია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ADHD გაქვს თუ რა. მე ვფიქრობ, რომ ბაჭო შენ ADHD არ გაქვს, იმიტომ რომ გოგოებს ბავშვობაში შეიძლება ჰიპერაქტიულობა გამოხატული არ ქონდეთ, იმიტომ რომ გოგოებთან სხვანაირად ვლინდება და ამიტომ გვიან დიაგნოსტირდება, მაგრამ ბიჭებში ფაქტიურად ყოველთვის ბავშვობიდან არის ძალიან შესამჩნევი, იმიტომ რომ არის ძალიან ჰიპერაქტიულობა, თუმცა ჰიპერაქტიული უზრდელს და არამორიდებულს არ ნიშნავს. შეიძლება ადამიანი იყოს ჰიპერაქტიული და შეიძლება იყოს ძალიან მორიდებული. ანუ ეგენი ერთმანეთს არ გამორიცხავს. აუცილებლად გადავიღებ ADHD-ზე ცალკე ვიდეოს მოკლედ. მაგრამ მე არ მგონია, არ ვიცი, რამდენადაც გიცნობ, შეიძლება არ გიცნობ იმდენად კარგად დაახოს, მე არ მგონია, რომ შენ ADHD გქონდეს. ანუ მე ვარ ესეთი ადამიანი, რომ მაგალითად შეიძლება ვისწავლე რაღაცა ერთი, ხო? რაც ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ მე ვარ ძალიან მრავალმხრივი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ინტერესები, რომელსაც ძალიან ბევრი რამე მოსწონს, უყვარს და მე ვკვდები ერთფეროვნებაში. ანუ აი შინაგანად ვიცვითები, ვჭაობდები და ვნადგურდები. ანუ თუ მე რაღაცა დროში რამე არ შევცვალე, ეს იწვევს ჩემს განადგურებას. ხო, რა თქმა უნდა, ADHD-ც აისახება ცხადია ამაზე, იმიტომ რომ ჩემ ტვინს დოფამინი უყვარს და სიახლეები უყვარს, მაგრამ მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ ხასიათის თვისებაც არის. ანუ მხოლოდ ADHD არ მგონია, რომ აქ იყოს და ვისაც ADHD არ აქვს, ვფიქრობ არიან ესეთი ადამიანები, მაგრამ არ შეუძლიათ მუდამ ერთი და იგივე რუტინაში ტრიალი. და ეს ნორმალურია. როგორც ნორმალურია ის, ვისაც უყვარს განსაზღვრულობა, ისევე ნორმალურია ის, ვისაც უყვარს თავგადასავლები და ჩვენ რაც მოგწონს, იმას უნდა გავყვეთ. ეხლა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორი რაღაცა. ნახე მე რას მივხვდი, აი ჩემი აი ამ 17 წლის გავხდები წელს, ახლა 36 ვარ ჯერ. ანუ აი უკვე რომ დაიწყო ეს წელი, უკვე 37-დან მიმაჩნია თავი, არა და ხალხი რო გახდებიან, მეც არ ამბობენ ხოლმე რომ იმდენი არიან. ხო და მოკლედ, აი ამდენი წლის ვარ და ეხლა მივხვდი ეგეთ რაღაცას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვიცოდეთ სად გვინდა მივიდეთ. ანუ ვიცოდეთ ჩვენთვის რა არის მთავარი, რა არის ჩვენი ფასეულობა და რაზე ვდგავართ. ანუ მე შენ და ყველა ადამიანს, ვისაც მაგალითად ახლა გეგმავს, ასე ვთქვათ, რაღაცას, არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხარ, შუახნის ხარ თუ ასაკოვანი ხარ, ანუ კიდე წინ ცხოვრება რო გესახება, აი იმ ცხოვრებაში შენ თავს როგორ ხედავ
მინდა და რა გინდა და რა არის შენი ფასეულობა და რის გასაკეთებლად ხარ მზად რომ ეს მიიღო. აი მაგალითად ნახე, არსებობენ ადამიანები, რომლისთვისაც მთავარი არის რომ ფული იშოვონ. თუ ადამიანისთვის მთავარი არის რომ ფული იშოვოს, ამ ადამიანს უნდა ფული. ამ ადამიანისთვის მთავარი ის კი არ არის რას აკეთებს, მთავარი არის რას მოაქვს ფული. ანუ ამ ადამიანმა უნდა აწყოს ისეთი სამუშაოები, რომ შემოვიდეს აქედან და გამდიდრდეს. ანუ მიზანი როცა არის გამდიდრება, უნდა გქონდეს გეგმა როგორ გამდიდრდეს და ამას უნდა მივყვეთ. და უნდა ვიცოდეთ, რას გავაკეთებთ და რაზე წავალთ და რაზე არ წავალთ ამის გამო. მე მაგალითად რამდენიმე დღის წინ მომწერეს TikTok-ში ვიდეოზე, ანუ ეს მინდაო რეკლამა, რაღაცა ისეთზე, რაც ჩემთვის არ არის მისაღები და ნახე რამდენიმე დღეში ადამიანი, რომელიც არც არასდროს არ მომწონდა და ყოველთვის ხვდებოდი, რომ ნიტო იყო, როგორ არეკლამებდა იმ რაღაცას, რაშიც მე არასოდეს ფულს არ ავიღებდი და ადამიანებს არ ვეტყოდი, რომ ეს კარგია. იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ კარგია და ძალიან მეჭვება, რომ ისიც ვთვლიდეს, რომ კარგია. ანუ ხო ხდებით, მაგრამ ის ადამიანი არის თანახმა, რომ ფული აიღოს, იმიტომ რომ მისთვის ფასეულობა არის ფული, მე არ ვარ თანახმა, რომ ფული ავიღო, იმიტომ რომ ჩემთვის ფასეულობა არის ჩემი ადამიანობა. ანუ თქვენს წინაშე და ტაში რო დამიკრან, იმიტომ არა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს ტაში დაგიკრავს, ხვალ შეიძლება მოგიბრუნდეს და კატოკით გადაგიაროს. ძალიან კარგად ვიცი, ანუ მე მაგისთვის არაფერს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს კარგი გოგოს სინდრომი უკვე დაძლეული მაქვს, უკვე წარსულშია დატოვებული და საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იტყვის ჩემს რომ კარგი ვარ, ვინ იტყვის ჩემს რომ ცუდი ვარ, მე მაინტერესებს მე რას ვფიქრობ ჩემს თავთან და ჩემი თავის წინაშე მე თუ ვარ მართალი და ღმერთის წინაშე ჩემთვის ეს არის ფასეულობა და მე ახლა ძალიან დიდი კრიზისი რომ მქონდა ჩემი თავის წინაშე დავსახე რა რომ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე ახალი ფორმატით ცოტა იმიტომ რომ მე შევიცვალე და რამდენადაც მე შევიცვალე ესეც უნდა შეიცვალოს ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და გავაღრმავო და გავაუმჯობესო როგორიც არის მარათონი და კიდე რაღაცა დავამატო და ასე შემდეგ რასაც გავაკეთებ და თქვენ ეტაპობრივად გაგაგებინებ რომ ვისწავლო ინგლისური ვისწავლო გერმანული ენები ცოტა ხანი აღარ ვიფიქრო უნივერსიტეტში ჩაბარებაზე იმიტომ რომ ამ ყველაფერს ერთად ვერ ვაკეთებ ანუ ვერ ვუმკლავდები ჩემი ADHD ტვინი იწვება და აი ის შუქი რო ამოვარდება ხოლმე ხო იცით სოჩიკიდან ანუ რო გაითიშება ხოლმე მთელ სახში მოკლე ჩართვა რო ხდება მთელ სახში შუქი გაითიშება იმიტომ რომ ძლიერი ძაბა მოვიდა უცებ ხო იცით ეგეთი რამე ემართება ჩემთვის ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ იმიტომ რომ ანუ ბავშვთან უნდა ვიყო ამ ბავშვთან უნდა ვიყო კარგი დედა მისი ემოციური რეგულატორი უნდა ვიყო უნდა წაუკითხო უნდა გავასეირნო ანუ დედა უნდა ვიყო უნდა კრეატორი ვიყო და კრეატორი ვარ და ანუ რეალურად აქ ვარ ახლა და მე ჩემთვის ახლა პრიორიტეტია რომ ეს გავაუმჯობესო და არა ის რომ ეს რაშიც მე უკვე პროფესიონალი ვარ დავტოვო და წავიდე იქ სადაც ეხლა უნდა დავიწყო მაგალითად აბიტურიენტობა ხო ანუ მე მინდა ეგ ყველაფერი გავიარო მაგრამ ფიქრობ რომ მაგალითად შეიძლება ჩემ თავს კი არ ვთქვა რომ არ გავაკეთებ ჩემ თავს უთხრა რომ აი წლევანდელი წელი და მომავალი წელი მაქვს იმიტომ რომ ისევ ნერვიულობ რომ ვერ ვასწრებ ისევ ნერვიულობ რომ საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ ეს პარალიზებას მიკეთებს და მქონდეს წელიწად ნახევარი რა სადაც ამდენი ხანი მაქვს დაკარგული რა ხო, კაი, მაგას თავი გავანებოთ. ანუ მე დავსახე, იმას ვამბობდი, ჩემი გეგმა რომ რეები უნდა ვაკეთო და რა მინდა და რა არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცხოვრებაში. ეს დავსახე და ამას მივყვები ძალიან მკაფიოდ. თუ გინდათ ამაზე ვიდეოს ჩაგიწერთ. ეს რეებია და რა სფეროებია თუ გაინტერესებთ. ხო, და ეხლა სინამდვილეში რას ეჯახება ადამიანი, რა ხდება, როცა ის შენაირი სიტუაცია არის, როცა ერთის მხრივ ფიქრობს, რომ თავი ამოწურა ამ სამსახურში, აღარ მოსწონს, აღარ აინტერესებს აქ ყოფნა, მაგრამ ვერც მიდის. და თან ნახე შენ არ გაქვს ის რომ აი მე მაგალითად შეიძლება მქონდეს რომ შვილები მყავს და შეიძლება ჩემი შვილები მშივრები დარჩნენ რომ მე რაღაცა გამომაკლდეს ხო აი მაგალითად ჩემთვის YouTube არასოდეს არ ყოფილა იმისი ფულის წყარო არასოდეს მაგრამ ანუ
შემოსავალი რაც გახდა ეს ჩემთვის, რომლითაც მე ჩემ შვილებს პურს ვაჭმევ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩემ შვილებს ეს არ მოაკლეთ. ხედავთ, მაგრამ ეს რო დაემატა, ეს მე კი არ მეხმარება. ეს მე საქმეს მირთულებს, იმიტომ რომ ეს ჩემზე ცუდად აისახება. ანუ მე мотиваციას ეს კი არ მაძლევს პირიქით. мотиваციას მე მაძლევს, როცა მე არ ვარ ვალდებული რომ ვაკეთო და როცა მე ვაკეთებ, იმიტომ რომ უბრალოდ მე მინდა რომ ვაკეთო. ეგეთი ტიპი ვარ რა, ხვდები? მაგრამ ანუ მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას ფრთა გავშალო და მე ვიყო, როცა ჩემზე სხვა ადამიანები ბავშვები, რომელიც საკუთარ თავზე პასუხისგებლობას ვერ იღებს, იმიტომ რომ ბავშვია, მე ვარ პასუხისგებელი და ანუ ჩემზე არიან დამოკიდებული. ამიტომ მე არის რაღაცები, რაც უნდა გავაკეთო. ანუ გულისხმობ, რომ ჩემნაირი ადამიანი, ვისაც შვილები ყავს, შეიძლება სამსახურიდან წამოსვლა არ უნდოდეს, მაგრამ ვერ მოდიოდეს, იმიტომ რომ შვილები ყავს და ამ შვილებს ვეღარ ჩააცნოს, ვეღარ აწვევს და მასწავლებელთან ვეღარ მიიყვას. სიტყვაზე ვიძახი, ხო? მაგრამ შენ არ ყავს ოჯახი, რომელსაც შენ არჩენ და შენ შეგიძლია რომ წამოხვიდე. ასევე არ ყავს ოჯახი, რომელიც განგსჯის ან დაგცინებს, რომ აი, ნახე, ახლა წამოვიდა და აღარ მუშაობს, ან მაგალითად სცადა ის, რაც უნდა და არ გამოვიდა და არა, რასაცილო, არა, შენ აკეთებდი იმას, რაც გაინტერესებს, რაც მოგწონს YouTube-ს და ანუ ასე თუ ისე, რამდენადაც საქართველოში საერთოდ მისაღებია ხოლმე და რეგიონებში რაღაცა მიღებული არის შენ გარემოცვაში ეს ყველაფერი. ანუ შენის მომენტი არ გაქვს, რომ გარემო ფაქტორები შენზე გავლენას, ანუ შენს მერყეობაზე გარემო ფაქტორები არ ახდენს მნიშვნელობას. ესე იგი, შინაგანად არის რაღაც, რაც გიშლის ხელს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, ხო ეგრეა? აქ საქმე არ ეხება სამსახურს. აქ საქმე ეხება იდენტობას. აქ საქმე ეხება ახლის შიშს. რაც შენ იცი ახსენე ეგ რომ შიშია. და ასევე ეხება უსაფრთხოების ილუზიას, რომ ანუ სადაც ხარ, იცი როგორ კეთდება, იცი რომ ხარ, იცი რომ შემოსავალი გაქვს და შეგრძნება გაქვს რომ უსაფრთხოდ ხარ. საერთოდ ფსიქოლოგიაში ტვინისთვის ცნობილი ტკივილი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე უცნობის შანსი. ანუ ადამიანებს სიახლის ეშინიათ. და ეს იცი საიდან მოდის? ეს იქიდან მოდის, როცა ჩვენ წინაპრები გამოდიოდნენ გამოქვაბულიდან და გამოქვაბულიდან გამოვიდა და ის შეიძლება ლომს შეეჭამა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვერ გადარჩებოდნენ მაინც, რომ დარჩენილიყვნენ გამოქვაბულში და სხვა გზა არ ქონდათ. მაინც გამოდიოდნენ და ზოგს ჭამდა ეს ლომი და ზოგი გადარჩა და სხვაგან წავიდა და უკეთეს საცხოვრებელიც იპოვა, ხო? ცხოვრებაში დღესაც ეგრეა. ლომები იშვიათად გვჭამენ დღეს, მაგრამ ნახე, თუ კი შენ საკმარისად დიდხანს დარჩები ადგილზე, რომელიც შენ აღარ განთებს და გაქრობს, აღარ გაინტერესებს, ინტერესით დაკარგე, мотиваციად დაკარგე და ძალით აკეთებ, ამას მერე შენ სხეულიც მიყვება. აქ არის დაღლილობა, დეპრესიულობა, ცუდადყოფნა, უსურვა, ნუ ყველაფერი ერთვება, ხვდები? ანუ შენი ყველა სისტემა გეუბნება, რომ აქ ცუდად ხარ და წავიდეთ, მაგრამ აჩერებს შიში, რომ არ გამომივიდეს რა ვქნა. მაგრამ შენ ხარ ახალგაზრდა. შენს უკან არ დგას ოჯახი, რომელსაც შენ არჩენ. შესაბამისად, შენ გააქვს იმის ფუფუნება, რომ ფრთები გაშალო. ვთქვათ, წახვედი, ყველაზე ცუდი სცენარი განვიხილოთ იმისთვის, რომ ამბობენ ხოლმე, რომ თუ ყველაზე ცუდს განიხილავ, შიში ქრება, ხო ეგრეა? ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს ამ სიტუაციაში? წამოხვედი სამსახურიდან. ანუ ვერ იშოვე სამსახური. მაშინ შეგიძლია ყოველთვის მსგავს სამსახურს, სადაც მუშაობდი დაბრუნდე, ხო ეგრეა? შეგიძლია. მეორე არის, შეგიძლია წამოხვიდე, მაგრამ ნახო ახალი და არ მოგეწონოს. ან იმათ არ მოეწონა, ან შენ არ მოგეწონოს. მაგრამ ეს ნორმალურია. რეალურად ჩვენ თუ არ ვნახეთ, ჩვენ ვერ გავიგებთ. ანუ ადამიანის ეგრეა, შეიძლება ვიღაცა გოგოამ ბიჭი ძალიან მოგეწონოს. ვიზუალურად ქცევით რაღაცით. რაღაცა კონდეს ესეთი ხასიათის თვისება, რაც შენ ძალიან მოგეწონდეს, შენში ამან გამოიწვია ექო, ხო? მაგრამ თუ შენ მას ახლოდან არ გაიცნო, შენ ვერ გაიგები საშენოა თუ არა. თუ გაიცნობ ახლოდან, მიხვალ და გაბედავ, შენ გაიგებ ეს ადამიანი საშენო არის თუ არა. ანუ
ეს რომ რაღაცა ერთი მისი მოგეწონა, იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ საერთმანეთონი ხართ და თქვენ ერთმანეთს გაუგებთ, თუნდაც მეგობრობაში. არა, მაგას არ ნიშნავს. მაგრამ როცა მიდიხარ და ამას ბედავ, აქ გაქვს უკვე შანსი, ხვდები, რომ შეიძლება საერთმანეთონი იყოთ. და თუ საერთმანეთონი არ ხართ, უბრალოდ დაიშლებით, არანაირი პრობლემა მაშინ არ არის. სამსახურშიც ეგრეა. შენ რომ ნახო რა არის შენი და შეიძლება შენი არის სიახლეები და არა რაღაცა კონკრეტული, ხო? არ ვიცი მე არ მინახია ადამიანი, რომელმაც იცხოვრა, ზურგს უკან აქვს დიდი გამოცდილების მთები და ამბობს, რომ აი ნეტავი არ მეცხოვრა და ნეტავი ერთ ადგილას გამეტარებინა მთელი ცხოვრებაო. აი არ მინახია. და ის ადამიანებიც, ვინც მაგალითად წამოვიდა საძულველი სამსახური და 70% ამბობს ხოლმე, რომ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო, რომ წამოვედიო და 80% კიდე ეს არის კვლევების თანახმად ფსიქოლოგიაში, ვინც რჩება შიშის გამო, ამბობს, რომ შეცდომა იყო. 1 წლის მერე ამბობს, რომ შეცდომა იყო და ვინც მოდის, ის 70%-ში ამბობს, რომ მართალი იყო, როცა წასვლა უნდოდა და წავიდა. ამბობენ 1 წელიწადში რომ მართლები იყვნენ, რომ წავიდნენ და როცა უნდოდა და არ წავიდა, 1 წელიწადში 80% ამბობს, რომ არ იყო მართალი. ანუ შენ ყოველთვის შეგიძლია ახალგაზრდა ხარ და მაგისთანა სამსახურში დაბრუნდე შენ ყოველთვის შეგიძლია, იმიტომ რომ მანდ უკვე შენ ყველაფერი იცი. რატო აღარ გაინტერესებს, იცი? ამოწურე, ყველაფერი ისწავლე, ყველაფერი გაიგე, სიახლე აღარ არის, შენი ეტყობა ეგ არ არის, ანუ იმიტომ რომ დარჩენა არ მოგით და გინდა რომ გზა გააგრძელო. ძალიან მიყვარს მე პაულო კოელიოს ალქიმიკოსი, ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოხდა. ეს შეიძლება ცუდათაც ვთქვათ, რომ ცუდი იყო და ისეც ვთქვათ, რომ კარგი იყო, ანუ არასოდეს არ არის ჩემთან რაღაცა ერთმნიშვნელოვნად ცუდი, ან ერთმნიშვნელოვნად კარგი. არის ხოლმე ცუდიც და კარგიც და ჯამში მაინც კარგია ხოლმე რაც ხდება, იმიტომ რომ მე არ ვმართ ხდები. მე ყოველთვის ვიღებ გამოცდილებას და ეს გამოცდილება ქმნის მე ისეც როგორც ეხლა ვარ. შესაბამისად ცუდი არ არსებობს, ხვდები? შეიძლება რაღაცა უარყოფითები მოიტანა, მაგრამ ცუდი გამოცდილება არ არსებობს და ზუსტად მან მიმიყვანა მე კოელიოს ალქიმიკოსმა, არ ვიცი სად მაქიხა ეგ წიგნი. ანუ ნახე, იქ იყო ეგეთი რაღაცა, რომ ძალიან უნდოდა სანტიაგოს სამოგზაურო წასვლა და მისი ოცნება იყო მოგზაურობა. ხო და ყავდა ცხვრები, ანუ მამამისმა უთხრა, ეგეო ცხვრები მწყემსე და ეგ იყო შენი მოგზაურობა, რომ ფარას დიეო რა, მე ოჯახ შექმნი, ესეო, მეც მთელი ცხოვრება მინდოდა მოგზაურობა, მაგრამ მე ცოლი მოიყვანა და აგე მთელი ცხოვრება ამ თებში გავატარეო და შენც ეგ ბედი გექნებაო რა, ეგ ბედს იმაშვებოდა იმასაც, ალქიმიკოსსაც, სანტიაგოსაც მაგბებს ბედს უქადდა მამამისი. და მაინც იმას რომ სახში მჯდარი იყო და რაღაცა ისეთი ეკეთებინა, მაინც რადგან მოგზაურობა და ეს ბუნება და სული და რაღაცა უყვარდა ამან, მაინც გადაწყვიტა რომ კაი. და მე ეს ცხვრები ყავდა რა და მე იმას ფიქრობდა რომ შენ ხარ უკვე მწყემსი. შენზე არის მონდობილი ეს ცხვრები და ფიქრობ რომ აი მე თუ არ ვიქნები, ამათ მგელი შეჭანს, დაიკარგებიან იქ, უფსკულში გადავარდებიან და უჩემოთ დაიღუპებიან. და მე ესეთი ალეგორია რა რომ მიხვდა სანტიაგო იმას, რომ ცხვრებისთვის მნიშვნელობა არ ქონდა საჭმელს ვინ აჭმევდა და ვინ დაიცავდა, რომ არ გადაცვენილიყვნენ ქარაფიდან. ადგა და გაყიდა. ანუ იმ ადამიანს მიყიდა, ვინც ხად იყო და მათი მწყემსი გამختارიყო და ამ ფულით გადაწყვიტა რომ სამოგზაურო წასულიყო. და სამოგზაურო წავიდა ერთ-ერთ ქალაქში, სადაც შეჩერდა, იმიტომ რომ ეს ფული მოპარეს, რომელიც საიღო ამ ცხვრების გაყიდით და არაფერი აღარ დარჩა, გადაწყვიტა რომ გაეყიდა ის რაც ჰქონდა, თავისი შრომის უნარიანობა და მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. ინახე როგორი ის არის, ახლა იმ დროს ესეთი მაღაზიები არ იყო, მაგრამ ბროლის ჭურჭელს ყიდდა და ეს კაცი და რაღაცა ზემოთ მთაზე უნდა ასულიყავი და აღარავინ კლიენტები იქ აღარ დადიო და კაი ხანია, აი ჩავარდნილი ბიზნესი იყო და ეს კაცი ვინც ამას ყიდდა, იყო მოხუცი კაცი. ეს იყო გზა, სადაც აი რომ მიდიოდნენ ხოლმე რა, სამოგზაუროდ იქ უნდა ჩაევლო ხალხს და ეს კაცი სულ იჯდა, აი ეს პატრონი ამბობდა რომ აი მე მთელი ცხოვრება მინდოდა რომ სამოგზაურო წავსულიყავი, მაგრამ ვამბობდი რომ აი ეხლა ჯერ ჩემი ბიზნესი უნდა ავაწყო და მერე წავა სამოგზაუროდ და მერე მქონდაო ბიზნესი, აი ძალიან აყვავებული იყო ეს ჩემი ბიზნესი, აი პრაიმი ქონდა რა მის ბიზნეს ახლა თავნამედროვე ვთქვათ და აი ამ მომენტშიო უკვეო რატო არ წახვედიო კითხა სანტიაგომ და მერეო ასეთი აყვავებული რო იყო ვინ მართავდა, ანუ ამ ადამიანის ოცნება არასდროს არ იყო რომ ბიზნესმენი ყოფილიყო, ხვდებით?
მაგრამ მაინც იქ რჩებოდა, სადაც იყო და სხვა რამე კიდე უნდოდა და თან წუწუნებდა გულში, რომ ის სხვა რამე უნდოდა. და სანტიაგომ უთხრა, რომ ეხლა რო წახვიდეო და იმ კაცმა უთხრა, რომ ეხლა უკვე გვიანიაო. და სანტიაგომ მიხვდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ წავლენ სამოგზაუროდ და ყოველთვის ყველა ასაკში ექნებათ რაღაცა მიზეზი და მართალია გული დაუნძიმდა, მაგრამ თვითონაც როცა მოაგროვა ის თანხა რაც უნდა და ის კაცი უნდა მოდიო დარჩიო და შეიძლება ჩემი ბიზნესმენი გახდიო, ჩემს გვერდითო, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ჩაამატებინა, რომ ხალხი მოვიდა და გაუმჯობესდა ამ ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც უკვე სულ ზღაფავდა. მაგრამ სანტიაგომ უთხრა, მაგრამ მე მაგ ჩემი ოცნება და მე ჩემი ოცნებისკენ მივდივარ. მე უნდა წავიდე, ძალიან მიყვარს ალქიმიკოსი და თუ მაგალითად აი ეს რასაც ვყვები ხა თქვენთან ვინც უსმენთ რაღაცა იმაში მოვა თქვენ სულის სიმებს შეარხევს მაშინ გირჩევთ რომ წაიკითხოთ პატარა წიგნია და ძალიან კარგი წიგნია ხო და ის წავიდა ამ თავის გზას გაყვა და ეს იყო მთავარი ანუ ხტები თუ შენი გზა იყო ბიზნესმენი იყო ბიზნეს უნდა გაყვე თუ შენი გზა იყო თავგადასავლების მაძიებელი იყო თავგადასავლების მაძიებელი უნდა იყო მთავარი აი ეს შენი გზა რა არის და კიდე ერთხელ ვამბობ სიკვდილის წინ აი მე ნახე ეხლა შენ ახალგაზრდა ხარ ჯვარი გწერია შენს ყველას მეც ყველას ჯვარი გწერია რამ ხელა წარმოვიყოთ სიცოცხლე ბებია ჩემი იყო და ხოლმე 80 წლის იყო და აეტირებოდა ხოლმე რომ ისეთი ღორია ადამიანი ყოველთვის კიდე უნდა სიცოცხლეო და მე კიდე ვფიქრობ რომ ეს მშვენიერია ანუ ეს ღორება კი არა ეს მშვენიერია ყოველთვის უნდა ადამიანს და ეს მშვენიერია იმიტომ რომ შინაგან ჩვენ არ ბერდებით იმიტომ რომ ჩვენი სული არ ბერდება და ჩვენი სული ყოველთვის ბავშვია რომელიც ეწრფის სიცოცხლეს და ეს მშვენიერია და აი ამას უნდა მიყვე, ხტები? როგორიც არის შენი სული. მე ვთვლი რომ ეს ყველაზე მთავარია. და აი ჩვენ ხო არ ვიცით. ხვალ, ცოცხალი ვიქნებით თუ არა. ის რომ ვიღაცა ახალგაზრდაა, ან ვიღაცა დღეს ჯამრთელია, ან ვიღაცა თუნდაც ასაკშია, ვაფშე არ ნიშნავს, იმას რომ ხვალ ეს ადამიანი იქნება ან არ იქნება. ჩვენ არ ვიცით, არც ერთი მონაცემის მიხედვით არ გვაქვს არავის გარანტია, რომ ხვალინდელი დღე გვექნება. მე პირადად ეგრე ვცხოვრობ, რომ აი ჩემთავს ვეუბნები. რომ აი დღეს. აი დღეს აღამოს რომ მოკვდე. დღეს რო იცხოვრე, აი და აი შეგეძლოს რომ მოიხედო დღევანდელ დღეში. დაგენანებოდა, აი ამ დღეში რაც გააკეთე და იფიქრებდი ნეტა ეს არ გამეკეთებინა და სხვა რამეები გამეკეთებინაო თუ მოიხედავდი და იტყოდი რომ კი მე დღეს მოვკვდი მაგრამ მე ყველაფერი ის გავაკეთე რაც დღეს უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ მე ჩემი თავის ერთგული ვიყავ იმიტომ რომ მე ჩემ გზაზე დავდიოდი იცით ცოტას მაგრამ მე დღევანდელობაში ვიცნობ ეგეთ ადამიანებს რომლებიც გენიოსები არიან, ძალიან ისეთი ყველა ეუბნება და ესქენ, მაგრამ ეს ადამიანები თავის თავს მიყვებოდნენ. და ერთადერთი სწორი გზა ეგ არის. ერთადერთი ეთილდღეობა და წარმატება ეგ არის. შენ გულს და შენ სულს და შენ თავს უნდა მიყვე. საკამაოდ მამაცი უნდა იყო იმისთვის, რომ ეს გააკეთო. აი თუ შენ გექნება იმის ფუფუნება, რომ დაბერდები. აი ეს უთხარი მე ჩემ თავს წლების წინ. და უკან მოიხედა. და რაღაცა მაინც გექნება, რაზეც იტყვი რომ მინდოდა და ნეტა გამეკეთებინა. ეს ნიშნავს, რომ იმ ფრაგმენტში შე არ იცხოვრე. მე არ მინდა ვიმკითხავ ეს რომ მექნა, ნეტა რა იქნებოდა. მე მინდა ვიცოდეს რომ გავაკეთე ამას რა მოყვა. და თუ არ გავაკეთე, ჩემი არჩევანი იყო და არ მინდოდა და იმიტომ არ გავაკეთე და არა იმიტომ რომ მეშინოდა. მე არ გამსჯი შიშს. შიში ადამიანურია. ძალიან ძლიერ ადამიანებსაც ეშინიათ, ბევრს გონია. ძლიერ ადამიანებს და იმათ, ვინც იცის თავისი გზა და არ ეშინიათ. მე გეტყვით, რომ ძლიერ ადამიანებს უფრო მეტად ეშინიათ, იმიტომ, რომ ძლიერ ადამიანებს უფრო მეტი პასუხისგებლობა აქვთ, ვიდრე საკუთარი ტყავია. იმიტომ რომ სხვებზეც ფიქრობენ. მაგრამ ძლიერ ადამიანს იმის უნარი აქვს და ძლიერ ადამიანად მას ის აქცევს, რომ მას შეუძლია ამ შიშს გაუმკლავდეს, თვალებში ჩახედოს, გადააბიჯოს და წავიდეს თავის გზაზე. აი ეს განასხვავებს ძლიერ და სუსტ ადამიანებს ერთმანეთს. სუსტი ადამიანი დარჩება პარალიზებული ჭაობში, მაშინაც თუ ეს არ უნდა. და ძლიერი
შეეშინდება, მაგრამ მაინც გააკეთო. შეიძლება იმ წუთშივე ვერ გააკეთოს, მაგრამ მაინც გააკეთო. შენ რო ამაზე ფიქრობ ახლა, შენ რო ეს კითხვა ჩემთან დაწერე, შენ რო ეს გაღელვებს, ეს ნიშნავს, რომ შენ გაჩერებული არ ხარ, შინაგანად შენ ემზადები წამოსასვლელად. და აი ეს ჩვენიერია. დასასრული. თავარი ის კი არ არის, ჩემი თუ მოდიხარ. თავარი ის არის, რომ იმ დარჩენით შენ თავს ღალატობ თუ არა. თუ ღალატობ, შენ თავს იმითი, რომ იქ რჩები. მაშინ სწორი არის წამოსვლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოიმზადო უსაფრთხოების ბალიში და ეს ყველაფერი უნდა გააკეთო კაცნობიერებულად და გეგმილად, ანუ დროში, ფინანსური ბალიშით რაღაცა. ეგ ცხადია. მე არ ვიძახე, რომ ეს ხვალებე. არა, მაგას არ ვამბობ. აი, ესეთი იყო დღევანდელი დილის ლურჯი ძვირფასებო. მინდა რომ აი ეს გვახსოვდეს, რომ ცხოვრება ჩვენ არ გვს ჯის იმისთვის, რაც არ გამოგვივიდა. ვცადეთ და არ გამოგვივიდა. ცხოვრება ჩვენ იმისთვის გვს ჯის ხოლმე, როცა ჩვენ თავს ღალატობთ. როცა არ ვცდილობთ იმას, რაც ჩვენ გულს უნდა. აი ეს თუ გემახსოვრება, რა ვიცი, სულ სხვანაირად იცხოვრებ. და თუ ამაში ჩემი წვლილი იქნება, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. და თუ თვლი, რომ ჩემი ვიდეოები გეხმარება, დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, დამიტოვე კომენტარი, ასე დაეხმარე არხს და ასევე დონაციით, ვისაც შეგიძლიათ, დაეხმარეთ არხს. ძალიან მიყვარხართ, კოცნით და კარგ დღეს გისურვებთ.